სალამი ჩემო კარგებო. მოვისმინე ბატონ პატა აბულაძის გადაცემა. ყველა გადაცემას ვისმენ, მას ძალიან მომწონს ეს გადაცემები. მას ყველა გადაცემაში 9-10,000 ნახვა აქვს. და მაინც ზოგიერთი ტელევიზიები, რომელსაც 1000 ნახვაც არა აქვს, არა? ბუტკა ტელევიზიას ეძახის TV+. ამაზეა ნათქვამი, ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო. როგორ შეიძლება ასეთი ლაპარაკი ბუტკა ტელევიზია? რა არის ეს? ნეტა ყველა გადაცემას კონდეს ასეთი რეიტინგი, რომელიც პატა აბულაძის გადაცემებს აქვს. ბოლო 4 გადაცემას 900,000 ნახვა ჰქონდა. ეხლა დავანებოთ ამას თავი და ეხლა მინდა ვთქვა, რომ როგორ დაიბრუნა რუსებმა ყირიმის ნახევარკუნძული და ის ოლქები, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა იყო. დაიბრუნა იმით, რომ იქ მცხოვრები რუსები გამრავლდნენ, სპეციალურად კეთდებოდა ყველა, გამრავლდნენ და მოითხოვეს რუსეთთან შეერთება. თუ ქართველი ერი გამრავლდება, 4-5 შვილი ეყოლება ყველა ოჯახს. ბევრი პრობლემა მოიხსნება. თორემ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ეხლა ქართველი ქალები როგორები არიან? თუ გათხოვდა ერთი ან სულ უმაღლესი 2 შვილს აჩენს, იოლი ცხოვრება უნდათ, უდარდელად ცხოვრება, ზოგი ბავშვის მაგივრად ძაღლს და კატას აშენებს. მოაშენა კატები და ძაღლები ჯოგი ყავენ სახლში. ასეთი ადამიანები, ვისაც 3 შვილზე ნაკლები ჰყავს, უნდა იხდიდეს ჯარიმას. ჯარიმას უნდა იხდიდეს, ნორმალურ ქვეყანა რომ იყოს. საბჭოთა კავშირის დროს ახალგაზრდა ხალხი უშვილობის გადასახადს იხდიდა. და ძალიან ბევრი თანხა აკდებოდა. მე ეს ჩემ თავზე გამოვსადე. რომ იყოს პატრიოტი მთავრობა, ხელს შეუწყობდა მრავალშვილიან ოჯახებს. არის ისეთი ხალხი, ახლა ზოგი ლაპარაკობს პატრიოტიზმზე და სულ არა ან განათხოვი და ან შვილი საერთოდ არ ყავს. ან თუ ყავს 1 ან 2. აი ეს არის პირველი პრობლემა ერის გამრავლებისა. პირველი პრობლემა ეს არის. ჰიტლერი რომ ჰიტლერი იყო, იგი ავალდებულებდა ყველა ოჯახს 1 შვილი სახელმწიფოსათვის მიეცა. თუ რუსეთთან არ დაამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა, აფხაზეთი და სამაჩაბლო მარტო სახელი დაგვრჩება, სახელი. როგორც სომხებს მოუვიდა ისე. ისეთი შტაბეჭდილება იქმნება. თითქოს ამ ხელისუფლებას არც უნდა აფხაზეთი და სამაჩაბლოს დაბრუნება. თითქოს ტვირთად აწევს ზურგზე. როგორც პაშინიანს აწვა ტვირთად. თორემ
ასე რომ არ იყოს იზრუნებდა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე რუსეთთან. ეხლა ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ, რომ ყოფილა თურმე 3000 ოჯახი ქალთა უფლებების დაცვის შედეგად გაუბედურებული და დაშლილი. მივიღეთ რა 3000 გაბოზებული ქალი, 3000 და მეტი დაუბლებული ბავშვები და 3000 ოჯახდანგრეული ახალგაზრდა მამაკაცი. ყოველივე ამის შემდეგ ის ქალები ვითომ რომ ქალთა უფლებებს იცავენ, ლომჯარია და ბაია პატარა რომ არის, ის ქალები როგორ უნდა იღებდეს ენას, ეს რომ ნორმალური სახელმწიფო იყოს, როგორ უნდა იღებდეს ენას და როგორ უნდა გამოდიოდეს აუდიტორიის წინაშე. ისინი ვინც ვითომ ქალთა უფლებებს იცავს, სინამდვილეში ერის გენოციდში ეხმარებიან ევროკავშირს. ესენი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. სამაგალითოდ დაისაჯოს, რომ სხვებმა ვერ გაბედოს ასეთი რაიმის გაკეთება. ხელისუფლება რას აკეთებს, ვერ გავიგე. მაგათ მგონი ფაშისტებიდან, ევროფაშისტებიდან დავალებული აქვთ ქართველი ერის განადგურება და ამ შვენიერი ქვეყნის ებრაელებითა და მუსლიმებით გავსება. ამ თემაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ მე არაფერი არ დამჩა სათქმელი. ადრე ავტორიტეტები იყვნენ მეფეები და ეკლესია. ამით გადავრჩით. და კიდევ რუსეთთან შერთებამ გვიშველა, რომ 5 მილიონამდე ავიდა ქართველი ერი. ყველა 5 მილიონამდე არ იყო, ყველა ის იყო, მაგრამ 3 მილიონზე მეტი იყო. ეკლესია სამად არის გახლეჩილი. აღარ დარჩა საქართველოში ერის გამაერთიანებელი ავტორიტეტული ინსტიტუტი. ამიტომ აუცილებელია რუსეთთან დაახლოება, თორემ დაიღუპება საქართველო. ისედაც მომავტავ ერთა სიაში ვართ პირველ ადგილზე. ზოგი კოვიდით გაწყვიტეს. სად არის ახლა ის პარაზიტები, ხალხს რომ ძალით ცრიდან, ისინის დასაჭერები არიან და პასუხისგებაში არიან მისაცემი. უნდა შემოვიდეს უშვილობის გადასახადები, რომ უშვილოდ არ დაბერდეს ქართველი მამაკაცები და ქალებიც. ჩემ კუთხეში, ლანჩხუთში გავსებულია ბერბიჭები, გავსებულია 60, 70 წლის, 80 წლის წინ ქალთა ნამყოფიც არ არიან მგონია მე. ახლა პოლიტიკაზე მინდა ვილაპარაკო. რამდენი ხანია ვლაპარაკობ, რომ რუსეთს ვერავინ დაამარცხებს. რამდენი ხანია ვლაპარაკობ ამას ჩემი ვიდეო ბლოგებს, ვისაც მოიწვევს და ჩემი წიგნი მე რომ დავწერე და გამოუშვი არა, იმ წიგნში წერია უკვე 4 წელზე მეტია. მის რუსეთის დამარცხება შეუძლებელია. დამარცხება კი არა, ტერიტორიაზე იბრუნებს. ერთ გოჯას არ დაცმობს რუსეთი. საბჭოთა კავშირის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია რაც იყო, ყველას აიღებს, ყველას მიერთებს. ნატო დაიშლება. ნატო დაიშალა უკვე, დაიშალა ფაქტიურად. ევროკავშირი დაშლილია. ის კი არა, ჟირინოვსკი, რასაც ამბობდა, ჯერჯერობით ყველაფერი მართდება. ჟირინოვსკი
ყველაფერი მართდება. ხალხო, ხელისუფლება რომ არ ვარ გადა, ნუ აყურებთ ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებიდან ნუ ელით სიკეთეს. კორუფცია მათი საზრუნავი. მეტი არაფერი არ იციან. ევროკავშირი დაიშალა, მაგრამ საფლავში მიყვებიან საქართველოს ხელისუფლება. და ეს ყველაფერი ხდება ვითომ რუსების ჯინაზე, რუსებს ეჯინებიან. ამ ქვეყანაში რას არ გაიგონებ კაცი? სოდომის უმაღლეს საფეხურზე არის ეს ქვეყანა. კაცი რომ საკუთარ ცოლს გააქირავებს და შემდეგ სურათებს გადაუღებს ვიღაცების დასაშანტაჟებლად, რა უნდა თქვა კაცმა? მე სიტყვა ვერ მომიძებნია. უკვე არაფრის სიცხვილი არ აქვთ. ყოველივე ამის შემდეგ ხელისუფლება ამერიკის და რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს. კორუფცია მწალეკა ქვეყანა. ყველა დონეზე კორუფციაში არის გახვეული. უკანასკნელი სოფლის გამგებელიც რომ არის, ისიც კორუფციაშია გახვეული. იმას აკეთებს, რასაც მათი დამყენებლები, ვინც დააყენა იქ მერად. ასე რომ ძალიან რთული მდგომარეობაა საქართველოში. გამოსავალი რა არის? ჩემი აზრით, გამოსავალი ან ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს კონსტრუქციულმა ოპოზიციამ. და ეს მასე რომ გამოდიან, რა ქვია, რუსთაველის პროსპექტზე ვინც გამოდიოდა და ვინც იმას გადააწვა რუსთაველის პროსპექტი, ეს პარტიები საერთოდ აიგზალოს და ქეთს იგზალება მგონია და აგენმა ვერ უნდა მიიღოს ვერა მონაწილეობა. ეხლა შემოკარგებო, გუშინ 21 დეკემბერს იყო პატიოსანობდა მშრომელო ხალხო. გილოცავთ იოსებ ბესარიონის და სტალინის დაბადების დღეს. 21 დეკემბერს დაიბადა და გუშინ იყო მაგი ამბავი. დედამიწაზე უდიდესი პოლიტიკოსი, მისი დარი პოლიტიკოსი დედამიწაზე არ გაჩენილა ჯერ. არ გაჩენილა, რომ ამხელა იმპერია შეექმნა და ასეთი კარგი სახელმწიფო შეექმნა. ხო ხედავთ, კაპიტალიზმი დალპა, ხო ხედავთ, დალპა კაპიტალიზმი. იმას სოციალისტურმა სახელმწიფომ საბჭოთა კავშირმა 70 წლამდე გასდო და აგენმა 35 წელს ვეღარ ძლებენ, 35 წელს. ახლა შემოკარგებო, მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ გითხრათ. გითხრათ ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც კარგს არაფერს გვიხადის. ნიშნელოვანი რამ, რომელიც კარგს არაფერს გვიხადი. გუშინ მოვისმინე ვიდეო ბლოგი ვიღაცა რუსი ბლოგერის. თურქეთი გამოვიდა ნატოდან. დაკეტეს ის ბაზა მგონია რომ არის თურქეთში, ხო და ის კაცი ლაპარაკობს ასე. ნატოდან და რუსეთთან ერთად რუსული ჯარი და თურქული ჯარი ვენესუელაში შევიდა. ვენესუელაში მადურა არის იქ პრეზიდენტი და მის დასახმარებლად, რომ ამერიკამ და იმან ვერ დააშანტაჟოს და ვერაფერი ვერ გაგეთოს. რომ ბევრჯერ მოუწყვეს იქინე ვენესუელაში გადატრიალება უნდა და თავრობას კი ჩამოყალიბეს მათი ვითა მთავრობა, როგორც ბელარუსიაში იყო ისე, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს და თურქეთმა და რუსეთმა ორივემ შეიყვანა ჯარი იქ, ერთობლივი ჯარი. საინტერესო რამ ხდება, თქვენ არ გაინტერესებს ეს და რომ ბოლოს სანანებლად გაგიხდებათ. ესე იგი, რუსეთი და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორი ხდებიან, სტრატეგიული პარტნიორები.
თუ ეს პოლიტიკა გააგრძელა საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთთან თუ დროზე არ აღადგინა ურთიერთობა, ადვილი შესაძლებელია აჭარას დაემშვიდობოს. თუ რუსეთმა თურქეთი მიუშვა ნიშკუაზე, ხო და არავითარი არც გაფრთხილება მიცა, არც არაფერი, თუ მიუშვა მიშკუაზე, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ამიტომ აუცილებელია ან პრეზიდენტი, ან პრემიერი შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებას. თუ დაჯდნენ ამ ხელისუფლებასთან სასაუბროდ, თუ დაჯდა, თუ იკადრა იგენმა დაჯდომა აგერთან სასაუბროდ. თუ არა და მაშინ კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და იმათმა აწარმოოს მოლაპარაკება რუსეთთან. კონსტრუქციული ოპოზიცია რუსეთს შევა, პარლამენტარები წავა და იგენი აწარმოებენ მოლაპარაკებას რუსეთთან. ესე იგი, მე რომ დავასახელე, ამ კონსტრუქციულ ოპოზიციაში შედის სოლიდარობა მშვიდობისათვის, სოციალისტური პარტია, და მე რომ დავასახელე, ისა ქვია, მემარცხენე ალიანსი, შადბერაშვილი და ზაგანია რომ არის, ხო და ქართული დასი ჯონდი ბაღათურია რომაა და აგერი უნდა შევიდნენ პარლამენტში, შევიდეს კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და მამუკა ფიფია ისედაც სოლიდარობა მშვიდობისათვის საერთაშორისო ის არის საერთაშორისო პარტიის თავმჯდომარეა მამუკა ფიფია და მიხეილ ჟღენტი კიდევ თემურ ფიფია. ამას დაემატება ჟავანაძე, ნიკოლოზ ჟავანაძე. ხო და შეიძლება აგენმა აწარმოოს, თუ ისე შევლენ პარლამენტში, თუ შეუშვებენ პარლამენტში კონსტრუქციულ ოპოზიციას. თორემ თქვენ თავს დააბრალეთ, თქვენ კანეშნა გაიქცევით, მთავრობა გაიქცევა, მაგრამ ქართველი ხალხს რა დარჩება ხელში? პრობლემების მეტი არაფერი არ დარჩება. თუ ეს ასე არ მოხდა, აჭარას დაემშვიდობეთ და არა მარტო აჭარას, მესხეთიც აქვენ მხედველობაში და გურიის ნაწილიც აქვენ მხედველობაში. ხო, აუცილებლად უნდა დაჯდეს დიალოგში, უნდა რუსეთის ხელისუფლებასთან და უნდა დაიდვას ხელშეკრულება. თორემ მე არ ვიცი, ძალიან ცუდი რამეები მეჩვენება. ძალიან ცუდი რამეები. კარგად ბრძანდებოდეთ. ყველას გისურვებთ იმის გაკეთებას, რაც ერეკლე მეორემ გააკეთა. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი.